რამე თუ შეუძლებელია, ნახეთ როგორ ამბობს ისააკასური, შეუძლებელია სიმართლის გზით და სიყვარულით ვიდოდეთ და არ შეგვხვდეს მწუხარება, ავადმყოფობა, სატანჯველი. ეხლა შეიძლება ადამიანი უცებ დაიძრგუნოს, რომ აი მე ჩემთვის უთქვიათ, რომ რაღაცა სულიერი ცხოვრების მეშინია, ლოცვის მეშინია, უფლის ერთგულების მეშინია, რომ განსასწრელი არ მოვიდეს. აქ ადამიანის შეცდომა იცით რაშია, რომ განსასწრელი მაინც მოვა. და უმთავრესი განსასწრელი ის არის, რომ ადამიანი ცხოვრობს სრულ ნიჰილიზმში, უმიზნოდ იმყოფება. და ბოლოს და ბოლოს, როცა დადგება, თუ ეშმაკი მაინდა-მაინც არ გაწუხებს, ბოლოს და ბოლოს, როცა დადგება შენი გარდაცვალების პერიოდი, კატასტროფის წინაშე აღმოჩნდები და ეს აუცილებლად დადგება. და ზოგადად არც ერთი ადამიანი არ არის განსასწრელის და ტკივილის გარეშე. და სიკვდილის გარეშე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საკუთარი თუ ახლობლის სიკვდილის გარეშე არავინ არასოდეს არ იქნება. ხო ხვდებით? ეს ყველას გასავლელია, ყველას გასავლელი ტკივილია, ყველას.